გამარჯობა ყველას. ეს არის 28 მაისი. ხო და кайხანია ვიდეოები არ დაგიდიაო და რა ხდება? არაფერი, უბრალოდ თითქმის 2 თვე არის სახში ვზივარ. არის spring break-ი, break-up-ი სამსახურში. ეს ხდება იმის გამო, რომ ზამთრის მერე თოვლი რო დნება. პატარა გზებზე ძიმე ტექნიკის გადატანა არ შეიძლება, მოძრაობა და სახელმწიფო ან პროვინცია ამ შემთხვევაში კრძალავს ჩვენ გადაადგილებას და ნებისმიერ ან ძიმე წონის ტექნიკის გადაადგილებას ამ პატარა გზებზე და ვზივარ სახში. დაშიც არ ყოფილვარ, იმიტომ რომ ზოგან ჯერ კიდე ზავის საშიშროება, სადაც ზავის საშიშროება არ არის იქ ტკიპები არიან და ტკიპები კიდე ზავზე უფრო მეტად მეზარება. და არ ვარ რაღაცა ინფლუენსერი და რაღაც ძალიან მაგარი იუთუბერი, რომელიც ყოველ დღე რაღაცას დადებს. უბრალოდ კანადა ისეთი ლამაზია, ამ ბუნების არ გაზიარება ცოდვა იქნებოდა და დანარჩენი კიდე ბევრს აინტერესებს რა და როგორ ხდება და მაგიტო ყოველ კვირა ან ყოველ თვე თუ ვიდეო არ დავდე, ჩვეულებრივი ამბავი არის, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობ, როგორც ყველა დანარჩენი, არაფერი განსაკუთრებული. გასული 9 დღე ვიმუშავე. ვიმუშავე ორმაგ, ანუ არის single, ერთმაგი რიგი, არის double, რომელსაც 2 მილი ამოაქვს ტრუბა. ჩვენ ჩემი crew, ჩემი ჯგუფი არის single-ზე და ჩვენ ყველაზე ღრმად შეგვიძლია ჩასვლა 3200 მეტრზე, 3 კილომეტრზე და 200 მეტრზე. Double შეუძლია 8 კილომეტრს ქვემოთ. ანუ უფრო მძიმე ტვირთის სამოწევა შეუძლია ყველა ტრუბა ხო დაახლოებით. გააჩნია 3.5 თუ ამოგაქვს 3.5 ინჩი ქვია, ყველაზე დიდი რაც არის, თითო ალბათ 300 პაუნდი და ზევით არის, ანუ 150 კილო ესე უხეშად რო თქვა და ზევით. წარმოგიდგენთ 10 მეტრიანები არის და რამდენი რაწონა არის 8 კილომეტრზე რო ჩავიდეს. და მაგათ წინ 3 აქსელი აქვთ, ჩვენსას 2 აქსელი აქვს და მაგიტო იმათი წონის გადანაწილება თვითონ რიგზე სხვა არის, ჩვენი სხვა არის და ისინი ხანდახან აქა-იქა მუშაობენ მაინც double მუშაობს spring break-up-ის დროსაც. ბევრი არა, მაგრამ აქა-იქ რა. გაჩვენებთ ვიდეოებს ახლა. ძალიან საინტერესო არის მართლა, ესეთი საინტერესო თუ იქნებოდა ეს სამსახური არ მეგონა, იმდენი რაღაც გავიგე. მაგალითად, ახლა რაზეც ვიმუშავეთ, 5 დღე იყო, სუმთლად ახალი არის ჭა არის პირდაპირ რო გადმოთავრნა, მაგრამ ჭაბურღილი, სუმთლად ახალ ჭაბურღილს დრო თხრიან, მე ადგავენ ზემოდან თუ ნავთობის არის ადგავენ ქვია ხორცხენის თავი, გავს რაღაცით, რომელიც აკაჭავს პამპა. და ანუ იმათმა ეს ყველაფერი გაამზადეს, მაგრამ პროდუქცია არ იყო და ჩვენ მივედი, ჩვენ ჩავდეთ ახალი ტრუბები, ჩვენ ჩავდეთ როდს და ესე ვთქვათ production-ი დავაწყებინეთ. კიდე ერთი სამსახური იყო, რომელიც გაზის ველზე ვიმუშავეთ. გაზის ჭაბურღილს პამპა, ანუ ეს ცხენის თავი ზემოდან არ აქვს, არ არის მაგისთვის საჭირო. განსაკუთრებული არაფერი. ხო, რაზე ვთქვი ეგ, აი სამ ჭაბურღილზე რო ვიმუშავეთ, ყველა სხვადასხვა სიმაღლეზე არის. მაგალითად, ბოლო რომელიც გავაკეთეთ 3-დან მესამე რომელიც იყო. იყო 1800 მეტრზე. 2800 მეტრიდან 1200, ანუ მიწა ზემოდან ადგას ეს საკაჩავებული და ქვემოთ მე 35 წლის ვარ და 35 წელი მეგონა რომ ჩადიოდა ტრუბა პირდაპირ. ყველა მილი რომელიც ჩვენ ჩავდეთ არის სულ სწორი. მეგონა რომ მიწა პამპა და ესე ჩადის ჭაბურღილი. 1200 კილომეტრზე სწორად ჩადიოდა კონკრეტული და მე 1600 მეტრზე გვერდულად გადიოდა. მაგკუთხეს როგორ აკეთებენ, მართლა მაინც ვერ ხვდები. ყველა მილი არის აბსოლუტურად სწორი, ჩადის სწორად, ანუ როგორ აძლევენ ქვემოთ კუთხეს, ძალიან საინტერესო. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო არის. მასე იყო სამივე.
რატო აკეთებენ მასზე? ახლა წარმოვიდგინეთ, ანუ ბალიშებს ეძახიან ნავთობის და გაზის ბალიშები მიწაში. ნახეს ერთი ბალიში და ნავთობს აქვსო, ეს გეოლოგიურად არის დამტკიცებული, რაღაც ფენებზე არის სპეციალურად სიტყვაზე, კილომეტრ 300-დან კილომეტრ 500-მდე, ეს 200 მეტრის ფენაა, სადაც ბევრი ნავთობის ბალიში არის და ჩადის ესე ერთი და მერე გვერდულად გადის, ან რომელ მხარეს არ აქვს მნიშვნელობა, გააქვთ გვერდულად და ბევრ ბალიშებს ურტყავენ, ესე ვთქვათ. ერთი ნახრეტით კილომეტრზე და 600 მეტრზე სიტყვაზე რამდენი ბალიში შეხვდათ, ყველას გაარტყეს და უფრო მეტი ნავთობი ამოაქვთ მასზე. ვიდეო ვსტავდებ, ახლა ეს დღეები რო ვიმუშავე, გადავიღე, ნახავთ. ორმაგიც ჩანს იქ, ანუ თუ სინგლზე 10 მეტრიანი ტრუბა მოგაქვს, მილი იმას ამოაქვს 2 ცალი ერთად. დიდი ხანია ვიდეო არ დაგიდია. თქვენ ნახევარი სახლში ვიჯექი და 5 დღე გამოვედი სამუშაოდ ახლა. ესენი სულთად ახალი ჭაბურღილები არის, ჩვენ ავამუშავეთ, მესამესაც ხვალ დავამთავრებთ და всё, ეგ არის. აი ეს არის ორმაგი რიგი. ანუ ჩვენ თუ 1 მილი ამოგვაქვს, ამას ამოაქვს 2. სიმაღლეში გაცილებით დიდი არის. ჩვენი რიგი ჩადის 3 კილომეტრზე და 200 მეტრზე, ეს ჩადის 8 კილომეტრზე. ესეთი ამას ქვია plant, არ ვიცი ქართულად როგორ, ანუ პირდაპირ თარგმანია არ არის plant, მცენარე არის. მაგრამ ესე 3, 6, 8 და კიდე 4. 12 არის, ყველადან გროვდება ამაში, მოდის ტრაკი, მიაქვს ნავთობი. აი ეს არის roads. აი ხა რაც კიდი ამას, ეს არის roads. რასაც ამოაქვს ნავთობი. გაზისას ესენი არ აქვს, გაზის ველები პატარებია. Gary, say good morning, my friends. ამაზე მუშაობთ ჩვენ. ხელაზე არის ეს. კონკრეტულ ველზე ამოვიღეთ ეს roads, შევცვალეთ მილები, იმიტომ რომ ბოლოს 6 წლის წინ იყო შეცვლილი. ეს არის ბიოფი. ამოხეთქვის საწინააღმდეგო მანქანა. ეგ არის რა. ეს არ არის ჩემი რიგი, ეს არის ჩემი უფროსის ძმის. აქ მუშაობ უბრალოდ რამოდენიმე დღით და მე ალბათ დაბრუნდები ჩემ კრუს. აი ესე გამოიყურება გაზის ჭაბურღილი. ანუ ზემოდან არ არის საკაჩავებელი. ჩვეულებრივ ესეთი და იქით არის ისინი, რომელიც აკაჩავებენ. ეს არის ნავთობის, ეს არის გაზის. აი ეს არის დრილინგის რიგი, სულ სხვანაირი არის, ხო ხედავთ? მანდ ეხა ბურღავენ. ჩემი არის სერვის რიგი. როგორი აშენებული არის ეს. ხან ისეთ რაღაცებს ნახულობ, ეს სერიალი რო არის Landman, მე მგონი Landman არის, ხო, Paramount აქვს თუ Amazon's Prime's. იქაც კი არ არის მასეთები ჯერ. მოკლედ ძალიან საინტერესო მსახურია მართლა. აი, ალბათ 4-5 თვე დამჭირდა, რომ საუბრობდნენ Dog House-ში, სადაც მიტინგები გვაქვს, რას აკეთებდნენ დღის მანძილზე, 4-5 თვის მერე იყო, რომ ხვდებოდი დაახლოებით, რას გულისხმობდნენ. ჩვეულებრივი დღე სიტყვაზე პირველი დღე სამსახურში რო გავდივარ, დაახლოებით ესე გამოიყურება. ყველა ეს ეკიპირება მიყვავს თვითონ საიტზე, ვაწყობთ იქ, ანუ ასაწყობი არის თვითონ რიგი უნდა აწყოს, მერე pump truck-ი უნდა აწყოს, მილებია გასაყვანი. მერე პირველს რასაც ვაკეთებთ, უკეთებთ წნევის ტესტს. სიტყვაზე ანუ რა წნევა ამოდის იქიდან. მერე გაზია თუ ნავთობია მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვტუმბავთ წყალს, რომელიც გარეულია სპეციალურ ქიმიკატებში, რომელიც სიმძიმე არის.
და ზემოდან აწვება ამ გაზს და ნავთობს, რომ არ ამოხეთქოს. ანუ ბიოფი არის ბლოვა, ანუ ამოხეთქვის საწინააღმდეგო მანქანა არის. და მე რომ მუშაობ, ჩვენ ეს იქნება მილების ამოღება, იქნება პამპის შეცვლა, იქნება როდს თუ რაც იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, მაგალითად ბოლო ახლა ეს 9 დღიდან 8 დღე დაბლზე ვიმუშავე, ერთი დღე ჩემი რიგი გაუშვეს სამსახურზე, იმიტომ რომ ჰაივეიდან პირდაპირ გადასახვევი იყო და პირდაპირ საიტზე შევდიოდი. ანუ ჰაივეიზე ამ ეკიპირების მძიმეს გადატანა შეიძლება, უბრალოდ პატარა გზებზე არ შეიძლება. და ერთ დღეში მოვჭით 13 საათნახევარი ვიმუშავეთ. გაზის ჭაბურღილი იყო. და ზუსტად მასე მივედით, ავაწყეთ ყველაფერი. გავაკეთეთ წნევის ტესტი. ამოვიღეთ ეს მილები, იყო abandonment, ანუ მიატოვეს, აღარ ამოდიოდა აღარაფერი იქიდან, 6 წელი ამოქონდათ ნავთობი, არა, ბოდიში გაზი. და 6 წელს მერე გათავდათ, აღარაფერი აღარ არის, მიტოვებას ვაკეთებთ როგორ? ეს ყველაფერი ხო გავაკეთეთ. მერე მოდის wirelines-ი, ანუ wirelines-ი არის კიდე სხვა სფერო ნავთობ ინდუსტრიის. მოდიან უშვებენ სპეციალურ აპარატს და აყენებენ 990 მეტრიანი ჭაბურღილი იყო და 995 მეტრზე პლომბი დააყენეს. ამ პლომბის მერე მოდის ცემენტის, ანუ oil ნავთობის ცემენტის სხვა არის, ნავთობის ცემენტის კომპანია მოდის და აცემენტებენ თელ ამ ჭას 995 მეტრზე. მერე ჩვენ კიდევ ვაკეთებთ წნევის ტესტს, ვუკეთებთ თუ წნევა არ არის, ანუ ნოლია, ძალიან მალე ხმება ის ცემენტის სხვათა შორის, ალბათ 2-3 საათი უნდა. ცემენტის ტესტს ვაკეთებთ, გამხმარია, გამშრალია, ზემოდან ვუცვლით თავს ამ ჭაბურღილს. ეგ არის. ყველაფერს ვალაგებს, მოვდივართ უკან. მეგონა რომ -42 იყო ძნელი. +28-ში მუშაობა ყოფილა ყველაზე ძნელი. -42-ში ჩაიცმე, ყველაფერი არსებობს, ანუ კანადა ვისაც ძალიან ცივი გონია, ხო, ელექტრონული ნასკებით დაწყებული, ელექტრონული ხელთათმანებით, ჟილეტებით, ქუდე, ყველაფერია. გათბები არ არის პრობლემა. მაგრამ პრობლემა არის +28-ში ქარი რო არ მოძრაობს და მზის გულზე რო ხარ და უახლოესი ხე რო რამოდენიმე 100 მეტრში არის. ფიზიკურად გაუჩერებლად მუშაობ. აი, რო შეადარო, წარმოიდგინეთ, მინდორს რო თოხნიდეს გლეხი მზის გულზე, მაიკას გაიხდის, შეისვენებს როცა უნდა ჭრილში წამოწვება, წყალს დალევს როცა უნდა, შორტებით იმუშავებს, ანუ ყველანაირი ის აქვს და თავისი ტემპი აქვს, ხო, იმ ადამიანს, იმ გლეხს. ჩემთან სამსახურში ეს ქავერალი რო გაცვია, არის აი ზამთრის ჯინსის სქელი რო არის, მაქსის სქი არის, ცეცხლგამძლე არის და მაგას ვერ გაიხდის, შანსი არ არის. ჩაფხუტი გახურავს ალბათ 300-400 გრამი ის არის, ფეხსაცმელი არის ალბათ 1,5 კილონახევარი ორივე ერთად და +28-ში გაუჩერებლად ალბათ 5-6 საათი უნდა იმუშაო. მესამე დღე იყო რო გავედი დაბლზე, ეს როდ tongs, რომელიც ანუ მანქანა არის, მანქანა დაკეთე, არის როცა ხელებით ვაკეთებდით და ცოტა დამაკლდა რომ გული წამსვლოდა, ანუ ჩვეულებრივი მოვლენა არის. ჩემმა უფროსმა მოგვიყვა ისტორია, რომ რამოდენიმე წლის წინ ერთ დღეში 2 რაფნიკი, ანუ ჩემი პოზიციის 2 ბიჭიო ერთ დღეში დავკარგეთ და გავჩერდითო მუშაობა, იმიტომ რომ ერთმა 4 დღე გაატარა საავადმყოფოში, მეორემ 2-იო, მზის დარტყმა და dehydration-ი, არ ვიცი ქართულად როგორ არის. მოკლედ, დაფხულში უნდა მიხედო თავს, იმაზე მეტად ვიდრე ზამთარში. წყალი, ელექტროლიტები, ასე შემდეგ. ფიზიკურად ძნელი სამსახურია, მაგრამ ისეთ ჯანზე მოხვა ვერანაირი დარბაზი, ანუ ანალოგს ვერ გავუწევს, ვერანაირი ვარჯიში. შეიძლება იმან უკეთესი ფორმები მოგცეს დარბაზმა, მაგრამ აქ აი მართლა ეს თქვათ უხეშ ჯანზე იქნები რა. ეგ არის რა, ჯერჯერობით ახლა 15 ივნის იხსნება გზებზე პანი, იმედია გავალთ უკან და ვიმუშავებთ. ალბათ 1 წლის მერე
ერთ წელს არა, ერთი წელი ამ კომპანიის მერე შევეცდები, რომ იგივენაირი სამსახური ვიპოვნო ედმონტონთან ახლოს, ნისკუში, იმიტომ რომ ედმონტონში მინდა გადასვლა ისევ უკან. იმედია გამოვა, ან გადავალ ჭაბურღილზე. ვიდეოში ნახავდით უკვე ჭაბურღილის, ანუ სადაც ბურღავენ, ის სულ სხვანაირი არის, ის შენდება, ჩვენ მობაილი ვართ. ჩემი ზემოთ საფეხური არის დერიკმენი, დერიკენდი ქვია. ჩემთან ვალ სერვისზე გავიარე, გამატარა კომპანიამ მაგისი სერტიფიკატი ამაღებინა, მაგრამ სიმაღლის არ მეშინია, მაგრამ ეს ქანაობს. ჩემი რო არის მობაილი, ქარი უბერავს ქანაობს. მილი ადის ჩამოდის, როდი ადის ჩამოდის, ქანაობს. უხერხულად ვიგრძენი მე პირადად თავი, არა მყარად, არა თავდაჯერებულად. ცდი მაინც, ამ ხრივ კარიერაში გაზრდას თუ არა, გადავალ იქ, სადაც ჭაბურღილი არის, სადაც ბურღავენ. ის აშენებულია, იმაზე გაცილებით მეტი სპეისი როგორ არის, მეტი ადგილი გაქვს, რომ ფეხი დაადგა, აქ არის, აი მენა ფეხებს თლიან ფეხს ვერ ადგა ორს ერთად რა, ისე არის. და ის არ მოძრაობს. ანუ კარიერის ზემოთ ასვლა თუ მომიდება, გადავალ იქ და ალბათ იქ ავიწევ ზევით. ეგ იყო და ეგ არ გაგიკვირდეთ ყოველ კვირა ან ყოველ თვე თუ არ დავდებ ვიდეოებს. ეხლა სახში ვარ, რაღაც იდეები მომივიდა. კიდე ალბათ ერთ-ორ ვიდეოს დავდებ უახლოეს მომავალში სხვა რაღაცებზე. ეგ არის რა. ვინმეს რამე თუ გაინტერესებს, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. გიპასუხებთ მაგისით რომ აქვს. წარმატებები თქვენ.